მთავარი პროკურორის ღია ეთერი. რა მასალებზე და ვის საქმეებზე ესაუბრა პროკურატურა დიპლომატიურ კორპუსს. მოსალოდნელია თუ არა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავება. ამ ორ ადამიანს არა მხოლოდ 7 ნოემბერზე და 26 მაისზე ექნება პასუხი გასაცემი ხალხისთვის. არამედ სხვა ბევრ საქმეზეც. დგება თუ არა მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაკითხვის აუცილებლობა. რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია იმედის საქმე. რა პასუხები აქვს არჩილ კბილაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე დაგროვილ შეკითხვებზე? როდის დასრულდება ციხის სკანდალური ფაქტების გამოძიება? რა ეტაპზეა სანდრო გირგვლიანის საქმე? რა სიახლის თქმა შეუძლია მთავარ პროკურორს ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებით? დღეს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ღია ეთერში. თავისუფალი სიტყვის, კრიტიკული სიტყვის მთლიანად განადგურებას. რატომ აცხადებს გიორგი არველაძე, რომ მისი დაკითხვა თავისუფალ მედიაზე ზეწოლაა? რა შეკითხვები დაუსვეს არველაძეს გამომძიებლებმა ტელეკომპანია იმედის შესახებ? კითხვები დასმული ძირითადად იყო იმედის საქმიანობაზე. დღეს ტელეკომპანია იმედის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი არველაძე იმედის ღია ეთერში. კოაბიტაციის გაგრძელება ხელისუფლების შეცვლიდან ზუსტად 6 თვეში ნაციონალური მოძრაობა რუსთაველზე მიტინგის გამართვას გეგმავს. 19 აპრილს 4 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ ჩატარდეს დიდი მიტინგი. ჩაშლილი მოლაპარაკებები რატომ ვერ შეთანხმდნენ მხარეები და რა თემებზე მიდიოდა საუბარი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის? ნაციონალური მოძრაობა ითხოვს სრულ და უპირობო ამინისტიას. ლაპარაკი იმაზე, რომ მე მეშინია ვიღაც ადგილობრივ წვრილმანი შანტაჟისტების როცა არ შებეში და ბევრად პრო სერიოზული სუბიექტის მიერ გამოტანილი პირდაპირ სასიფლო განაჩენს. რა გაგრძელება ექნება რთულ კოაბიტაციას ქართულ პოლიტიკაში? დებატები ღია ეთერში. თინა ხიდაშელი და ლევან ბეჟაშვილი.